ტანგოში არ არსებობს შეცდომები ისევე როგორც ცხოვრებაში. თუ შეგეშალა თავი, ისე უნდა დაიჭირო თითქოს ასე იყო საჭირო და განაგრძო ცეკვა. ეს ამონარიდი, რომელიღაც გვერდმა შემოხსენა, რომელიც ჩემი ბავშვობის დღეებში მეწერა სადღაც რომელიღაც წიგნიდან ამოზარელი. და ჩემი აზრით ეს ის სიტყვებია, რომელიც რაღაცნაირად კარგა ხანი არ გამხსენებია და ძალიან საინტერესო, სენსიტიურ ემოციებთან არის კავშირში. და რას ნიშნავს ეს? როცა რაღაც შეგეშლება აუცილებლად ეს შეცდომა შენს გამოცდილებად უნდა აქციო. შენი გამოცდილება შენს ძალად უნდა აქციო, შენი ძალა შენს წარმატებად უნდა აქციო. და აბა შერაშვები, უბრალოდ ძიხარ და ტირი ხარ იმ ყველაფერზე, რომელსაც ვერ მიაღწიე. აბრალებ ადამიანებს, რომლებმაც თითქოს რაღაც კვალი დატოვეს იმ ყველაფერში. არა და ადამიანები იმიტომ მოდიან შენ ცხოვრებაში, რომ გამოცდილება გაჩვენონ. იქნება ეს გრძელვადიანი თუ მოკლევადიანი პერსპექტივებით. და შენ ამ დროს უბრალოდ სხვა ადამიანებს აწმენ ხელს და აგრძელებ ცხოვრებას. რამდენად სწორია ეს? შენი აზრით, რამდენად სწორად აკეთებ ამ ყველაფრის განხორციელებას. ეს საჯარო გაშლა კი იყო სახელწოდებით, რამდენად მალე მოგვარდება თქვენ შორის ის პრობლემები, რომელმაც ამხელა გამოცდილება მოგიტანოთ ურთიერთობაში. ურთიერთობას მალე მოაგვარებთ? მალე ვერ მოაგვარებთ, მაგრამ როცა მოაგვარებთ, ოჯახი იქნება თქვენ შორის. თქვენთან, თქვენს კავშირში იქნება ოჯახი. თქვენ ოჯახში იქნება ეს ყველაფერი, მართლაც რომ კავშირში იქნება იმ ტანგოს ცეკვასთან, რომელშიც არ გაჩერდი და უბრალოდ განაგრძე ცეკვა.